ქრისტე აღსდგა. ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალება, რომ განიცადოს ადამიანმა, ძალიან ცოტა შვიდკვირიანი მარხვა. ძალიან ცოტა აღდგომის ლიტანიობა, ამისთვის ეკლესიამ განაჩინა, რომ ყოველი კვირა ეს არის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. ამიტომ ჩვენ ის კოცონი, რომელიც ჩვენს გულებში დიდი მარხვის შემდგომ აღდგომაღამეს აინთო, არ უნდა ჩაქრეს და რომ არ ჩაქრეს, მას ჭირდება გაძლიერება, მას ჭირდება ლოცვა და მას ჭირდება ზიარება, აღსარება. წმინდა მამების სწავლებით ვერტიკალურად მოსიარულე არსება ნაკლებად იწოდება ადამიანად, თუ ის არ არის homo sapiens, ანუ გონიერი არსება. ადამიანი ცხოველისგან განსხვავდება გონებითობით. თუ ადამიანი გონებითი არსება არ არის, ის არის ჩვეულებრივი პირუტყვი. ეს ანტიკურმა ხანამაც იცოდა და ჩვენთვისაც საცნაურია. ამას დიდი დაკვირვება არ ჭირდება. ასევე ადამიანი უნდა იყოს იარაღის მკეთებელი, ანუ შემომქმედი. შეიძლება სურათი ვერ დახატოს, შეიძლება ლექსი ვერ დაწეროს, მაგრამ აუცილებლად მან თავის თავში უნდა დააფიქსიროს გარკვეული ტალანტი და იმის მაგივრად რომ რამე გააფუჭოს, აუცილებლად უნდა იყოს შემომქმედი და თუ კარგად დაუკვირდება, ნებისმიერი ადამიანი თავის თავში უამრავ ტალანტებს აღმოაჩენს. სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანს ტალანტი გონია ფეხბურთი, ტალანტი გონია სიმღერა, ტალანტი გონია ხატვა. არა, ეს არის ხორციელი გარკვეული ნიჭები, რაც ადამიანს ამპარტავნებაში აგდებს და ძალიან ბევრ ადამიანს ხელს უშლის ცხონებაში. რატომ? იმიტომ რომ, როდესაც ვეუბნებით სპორტსმენებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, რომ მოდით ტაძარში იარეთ, დრო არა მაქვს მამაო, ძალიან დაკავებული ვარ. იმ ხორციელი ნიჭებით არის დაკავებული, რომ არ დაკარგოს წარმატება, პოპულარობა და არ აქვს დრო იფიქროს მარადიულ სულზე. ასევე ადამიანად არ იწოდება ის არსება, ვერტიკალურად მოსიარული არსება, ვინც არ არის ეთიკური და ზნეობრივი. თქვენ ამჩნევთ ალბათ, რომ ძალიან მცირედნი არიან ჩვენს გარშემო, ვისაც ეთიკურობა და ზნეობრიობა გააჩნია. და ბოლოს ვერ ჩაითვლება ადამიანად ის არსება, ვინც არ არის homo religiousი, ანუ არ არის მორწმუნე და არ ლოცულობს და არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით. დღევანდელი ჩვენი სახარების გმირი იწოდება არც სახელია ცნობილი და არც გვარი. წერია რომ არის პარალიზებული, ანუ განრღვეული, თანამედროვე ენაზე პარალიზებული. ვინ შეიძლება თანამედროვე რეალობაში ჩაითვალოს პარალიზებულ ადამიანად? ნებისმიერი ჩვენთაგან. ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი და არა მარტო თანამედროვე არის განრღვეული, ანუ დაცემული და პარალიზებული თავისი ცოდვებით. შეიძლება გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, იყოს ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი, ცნობადი სახე, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში იყოს მისი შინაგანი სამყარო. თქვენ ალბათ ამას ხედავთ, აღარ მინდა გავამახვილო ყურადღება იმ თანამედროვე მოვლენებზე, რომელიც განვითარდა ჩვენს დედაქალაქში, კერძოდ ერთ-ერთ თეატრში, რა სიბინძურე წარმოაჩინეს იმ თეატრის მესვეურებმა. მაგრამ მე იმაზე კი არ ბრაზდები. არა, თეატრის მოვალეობა ეგ არის ჩვენი სიბინძურე დაგვანახოს. გახსოვთ ალბათ ხო პირველი სპექტაკლი 50-იან წლებში ილია მართალი ესწრებოდა იმ სპექტაკლს გაყრა. გახსოვთ ალბათ გიორგი ერისთავის პირველი სპექტაკლი გაყრა. და რა ხდება? თავადები იყოფენ ქონებას და ერთი მუთაკა ვერ გაიყვეს და უნდათ რომ გაჭრან. სამათ რომ სამი ძმა იყოფს ქონებას. ეს რომ დარბაზში ყოფმა თავადებმა დაინახეს, ხმალი იშიშვლეს, ხანჯლები იშიშვლეს და ეძებდნენ გიორგი ერისთავს, რომ ისი დახანჯვლა უნდოდათ. მაგრამ არა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ უნდა გულისხმავყოთ,
რომ ჩვენ საზოგადოებაში ის რაც სპექტაკლმა გვაჩვენა ხდება უკვე დაუფარავად და ჩვენ ამაზე უნდა მივიღოთ ზომები. თორე ის აღშფოთება და შეშფოთება ყველა შეუძლია, ხო? ლანძღვა, გინება, გაკიცხვა, განკითხვა, მაგრამ უფრო სერიოზული პრობლემებია, ვიდრე ჩვენ ვაწყდებით ჩვენს ცხოვრებაში. ნებისმიერი ჩვენთაგანი აბა გაიხსენეთ ბავშვობაში. როგორც კი დავიბადეთ დედის საშოდან, მაშინვე მოგვაწოდა დედა მრძე. მაშინვე დაიწყეს ჩვენი ჩაცმა, განბანვა, კვება, აღზრდა, ჯერ ბაღი, მერე ბაგაბაღი, მერე სკოლა, მერე უმაღლესი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიემართება ჩვენი სხეულებრივი აღზრდისთვის. ეს არის ყველაფერი ხორციელი აღზრდა. და ასია დღესაც, ხო შვილო, ეს პროფესია აირჩიე, შვილო, ის პროფესია აირჩიე, ბევრი ფული გექნება, უზრუნველი ცხოვრება გექნება, გეყოლება კარგი ოჯახი, კარგი მანქანა, კარგი სახლი, კარგი შვილები და ასე შემდეგ. ეხლაც ასე გრძელდება და ალბათ ასე გაგრძელდება. მოდის დაიწყო ჩვენი სულიერი აღზრდა. ვინმეს გახსოვთ? მე არ მახსოვს. მე 20 წლის ჭაბუკი ვიყავი, რომ პირველად შევედი ეკლესიაში და მაშინ გავიგე თურმე რა არის წირვალოცვა, რა არის აღსარება და რა არის ზიარება. როცა ადამიანი დღევანდელი სახარების მთავარი პერსონაჟივით აღმოჩნდება პარალიზებული, ანუ განრღვეული, მაშინ დაფიქრდება. ეხლა მოდი გავყვეთ ამ მსვლელობას ამ შესავალიდან. ეს ადამიანი, რომელსაც ქვია განრღვეული, არის თუ არა გონიერი არსება? არის გონიერი არსება, იმიტომ რომ მიხვდა რომ ცუდ მდგომარეობაშია და მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. სხვა საშუალება მას არ გააჩნია განკურნების. ძველი აღთქმა 5 სტოვა არის 5 წიგნი, 5 წიგნეული და ხანდახან არის რაღაც გამონათება თვისყალობით და ერთეულები იკურნებიან. ანუ 1-2 ადამიანია მართალი, ვისაც შეიძლება რომ ღმერთმა გადმოხედოს. ძალიან ცოტაა, ხო? ამდენ ხალხში წელიწადში 1 ადამიანის განკურნება. ანუ ეს პირველი გაიარა ჩვენმა გმირმა, შეიძლება ითქვას რომ გონიერია. არის თუ არა homo religiusi? თავისებურად არის, იმიტომ რომ აი არ გეწყინოთ ეხლა შეიძლება ჩვენ სადრე ვიძახდით ხოლმე და ერში ძალიან ბევრჯერ გაიგებთ ამ სიტყვებს, ხო? რაღაცა არსებობს. არა, რას ლაპარაკობ, რაღაცა არსებობს, ხო? და აი ამ კაცმაც გაიგო რომ ძველ აღთქმაში იახვე ებრაელების ღმერთი არსებობს და თქვა რომ მოდი მივალ მე ეხლა იქ და 38 წელი ელოდება ეს ადამიანი. რატომ ხდება ჩემო ძირფასებო ამ ადამიანის განკურნება და რატომ მიდის მასთან ქრისტე? მე ფიქრობ რომ ბევრმა ვერ გაუძლო ამდენ წლებს, შეიძლება 1 წელი მივიდა, 2 წელი მივიდა, 3 წელი მივიდა, ვერ გაუძლო და წავიდა. იმიტომ რომ დაინახა რომ წყალი აიმღვრა, ვიღაცამ დაასწრო და ჩახტა, განიკურნა. კიდევ არიციან, როდის ხდება წყლის ამღვრევა და როგორი მტანჯველია, რომ მთელი წელიწადი სიცხეში, სიცივეში ხარ იქ წევხარ და კაცი არ აკყავ რომ აგაყენოს და ჩაგიშვას. იმიტომ რომ იქ ხო ყველა სნეულებაში მყოფი, იქ ხო ჯანმრთელი ადამიანი არ იქნებოდა და ყველა ელოდება რომ თვითონ განიკურნოს და არა ვინმეს დაეხმაროს და წყალში ჩაუშვას. ასეთია ხანდახან თანამედროვე ქრისტიანის შინაგანი მდგომარეობა. თქვენ იცით რომ მე სიახლე შემოვიტანე, ეხლა არ ვფიქრობ რომ რაღაცა მოდერნიზებას ვაკეთებ ეკლესიაში, დაუკვირდით კარგად, რა ცოტა ხალხი იყო წირვის დაწყების წინ და რა ცოტა ხალხია ქადაგებაზე. ეზიარა ხალხი და დატოვეს ტაძარი. ამას ერთი სახელი ქვია მხოლოდ უმადურება, ეგოისტობა. მე ვეზიარები და წავედი. დილით შენი ახლობლები ვინ უნდა მოიხსენიოს? პროსკომედიაზე ვინ უნდა მოიხსენიოს შენი ახლობლები? ამის მერე იქნება კურთხევა, თუ შენ გინდა რომ შენი ახლობლები მოიხსენიო, კეთილი ინებე, მოდი ცოტა ადრე და ჟამნობას რო დაიწყებს წიგნის კითხველი, დაიწყე ცოცხლების მოხსენიება და მერე მიცვალებულების მოხსენიება. შეიძინე სეფისკვერები, შეგზავნე საკურთხეველში
და თუ შენ და უნებურად რაღაცა მოკლედ სუდათ ახარ ან გადაუდებელ საქმეზე წახვედი დარეკავს თექაროსნებთან გინდას მოძღვართან არ დაგზარდებით რომ ვერ მოდივარ ჩემო მეგობარო და მოიხსენიე ჩემი ცოცხლები და ჩემი მიცვალებულები სანამ ამას არ გავაკეთებთ იცოდეთ რომ დროს ვკარგავთ ჩვენ ტყუილად რა მარტო ზიარების გულისთვის მოვდივართ ეს ხო ეგოისტობა შენი მიცვალებული რო გელოდება სტიქაროსანი რავალდებულია რომ შენი მიცვალებული მოიხსენიოს შენ ხომ ცოცხალი ხარ შენ ხომ ცოცხალი რწმენა გაქვს სად არის შენი რწმენა რატო გეზარება შვილო რატო გეზარება ზარმაცი ხარ ხო და აღარ იყო ზარმაცი რა იცოდეთ რომ ყოველ კვირას წირვა იწყება ჟამნობით პროსკომედია აღესრულება ეს ნიშნავს კვეთას ზღვნის მოტანას შეწუხდი რა თვეში ერთხელ მაინც სარეცელიდან აწიე შენი განრღვეული სხეული შენს გეშველება და შენს ახლობლებსაც ეშველება იმიტომ რომ თქვენ რო წირვაზე მოდიხართ ვიცი რომ ბევრი ადამიანი გთხოვთ რომ მომიხსენე რა წირვაზე რომ მიხვალ და შენ კიდევ სხვასაც თხოვ რომ სხვან მოგიხსენიოს ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ დავნერგოთ ეს მართლმადიდებლური ტრადიცია პროსკომედია რომ სეფისკვერი იქნება საკმეველი იქნება თუ რაც იქნება მოიტანე სანთელი შემოწირე ეკლესიას წირვაზე განსაკუთრებით შენი კელაპტრები დავანთოთ ზეთი მოიტანე რომ ჩავასხათ კანდელებში ხატების წინ ეს იქნება ზღვნის მოტანა შენი ზღვნის მოტანა და შენ ისწავლი უფალთან ურთიერთობას რაც შეეხება იმას რომ ეს ადამიანი რომელიც იწოდება განღვეულად რამდენად საზოგადოებრივია ვერ ვიტყვი იმიტომ რომ კაცი არ აყავ გვერდით რომ წყალში ჩაუშვას კარგად დაუკვირდით ესეთი უმეგობრო კაცი როგორ ახარ შედალოცვილო 38 წელი წეხარ ან ნათესავი არ აკყავან მეუღლე არ აკყავან სოლშვილი არ აკყავან მეზობელი არ აკყავს რომ ერთხელ მაინც შეწუხებული იყო და შენ გვერდზე ყოფილიყო და აიღო შენი სხეული და წყალში ჩაეშვა მაგრამ არ აკყავს აი ესეთი მდგომარეობა ძალიან ძიმე მდგომარეობა არიან საპყრობილეში ხალხი რომ არავინ არ შედის არავინ არ კითხულობს და არავინ არ იხსენებს არიან ადამიანები რომლებიც სამანტყოფოში წვენა სარეცელზე კლინიკებში და არავინ არ აკითხავთ რატო იცით თვითონ იყვნენ ასეთები არავინ არ ახსოვდათ არავის არ კითხულობდნენ არავის არ ანუგეშებდნენ არავის არ აპურებდნენ არავის არ ასმევდნენ და არ აცმევდნენ და თვითონ რო გაუჭირდათ და მათი განრღვეული ბუნება რო უფრო მეტად გაირღვა და დაზიანდა აი მე უკვე დაიწყეს წუწუნი არავის არ ვახსოვარ არავის არ ჭირდები რა მდგომარეობაში ვარ და რა ხდება მე ადამიანი თავს იკლავს თავსო წარკვეთილებაში ვარდება მოკლედ ასე რომ არ დაგემართოს შემოძვირფასებო დღეს განვიზრახე გასწავლოთ შეგახსენოთ რა უნდა გასწავლოთ 4 ორ სიტყვიანი ლოცვა 4 ორ სიტყვიანი ლოცვა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვეზარება დიდი ლოცვების წაკითხვა თუმცა დიდი არ არის მაგრამ ჩვენ გვეზარება უბრალოდ ოღონდ ეს ლოცვები თქვენ შეგიძლია აღავლინოთ მაშინ როცა ძალიან გეჩქარებათ ან მოკლედ ვერ მოახერხე ვერანაირად ხატებთან ლოცვა პირველი როცა გამოდიხართ სახლიდან თქვი სანამ მანქანას დაქოქავ სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდები ან ფეხით გაივლი თქვი ღმერთო მაკურთხე პირველი გამოისახე და თქვი ღმერთო მაკურთხე ნახეთ რა ეხლა შეგეტყოთ რომ ამხელა მადლი აქვს ამ სიტყვებს ხო სახელიდან რომ გამოდიხარ სამსახურში მიდიხარ უნდა იმგზავრო მოკლედ ისე უსაქმოდ ხო არ გამოდიხარ არა და მარტივად სთხოვე ღმერთს ღმერთო მაკურთხე კაი საქმეზე მივდივარ სამსახურში მივდივარ თუ სადაც მივდივარ მაკურთხე ეს რას ნიშნავს იცი რომ ყველა ჩემი ნაბიჯი შენგან იქნება დალოცვილი ღმერთო და გზაში მშვიდობით ვივლი და სამსახურში მშვიდობა დამხვდება და სამსახურის მერეც მშვიდობა დამხვდება მიხვედი სამსახურში ეხლა მეორე ორსიტყვიანი ლოცვა და უამრავი პრობლემა დაგხვდა იქ გაიგე რომ შენ ახლობელს ან შენ უფროს ან შენ თანამშრომელს რაღაც სერიოზული რაღაც პრობლემები აქვს ძალიან მძიმე სიტუაცია დაგხვდა რა უნდა გააკეთო ვიღაცა რომ მოვა და გეტყვის დაიწყებს ჭორაობას იცი რატო დაემართა გააჩერე და უთხარი არა გაჩერდი ეხლა რა
გაჩერდი რა, ნუ ჭორაობ რა, ნუ განეკითხაო რა. მოდი, ვილოცოთ და თქვი, უფალო შეიწყალე, ან უფალო შეგვიწყალე. ორი სიტყვა, უფალო შეგვიწყალე. ცუდი ამბავი გაიგე, კარგი ამბავი გაიგე, რაღაცა პრობლემა გაიგე, მაშინვე თქვი, უფალო შეგვიწყალე. შეგიწყალებთ უფალო. აქ უკვე ყველაფერი, აქ ახსარებაც არის უკვე ნათქვა, მიცით? რომ ეს მძიმე სიტუაცია რატო დამხვდა მე ახლა აქ? იმიტომ რომ ჩვენ ცოდვაში ვართ ჩაფლულები, რო იტყვი უფალო შემიწყალე, ესე იგი შენ სინანულით ამბობ ამას. როგორც ის ავაზაკი, რომელიც 60-ში აღმოჩნდა რამოდენიმე სიტყვის შემდეგ. მაშინვე თქვით, უფალო შემიწყალე, თუ დაინახეთ რომ უკვე იცი რა პრობლემაა და იქ შენი მეგობარია, ან შენი თანამშრომელია, ან შენი ნათესავია, თქვი, უფალო შეიწყალე. ან მრავლობითში უფალო შეგვიწყალე. რა მარტივია და რა უბრალოა რა ამისი გაკეთება და ამის წარმოთქვა. შემდეგ მესამე, ოდესაც თქვენ დააკვირდებით და დაინახავთ რომ რაღაცა საქმე არ გამოდის, ხო? არის ესეთი რაღაც რომ არ გამოდის რა საქმე. გონიერი ხარ, განათლებული ხარ. მაგრამ არ გამოდის, ადამიანი ხარ რა, თითქოს იცი ყველაფერი კარგად, იცი შენი საქმე, იცი რა უნდა გააკეთო, მაგრამ არ გამოდის საქმე. რა უნდა გააკეთო? დამეხმარე ღმერთო. დამეხმარე, უძლური ვარ. ჩემ თავზე ვიყავი დაყრდნობილი და მეგონა რომ ძალიან მაგარი ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა რომ მაგარი მძღოლი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ ისეთი შეცდომა დაუშვი რომ წინაღამ არ გადავიჩეხე სადღაცას. პროფესიონალი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ რომ მომივიდა რაღაც ახალი გეგმა ვერ გავაკეთე. ჩემ თავზე ვიტყვი, ჩემი თავი ოქროპირი მგონია ხანდახან. რა ოქროპირი კი არა, ენაბრგვილი, ცოდვილი ღვდელი ვარ. ხშირად ვევედრები ღმერთს, დამეხმარე ღმერთო, შენი ქადაგე ეხლა რა, მე ვერ ვიქადაგებ. ძალიან რთულია. ეხლა ადამიანი მოვიდა ჩემთან ახსარებაზე, არ ვიცი რა დავარიგო. შენ დაარიგე ჩემი ბაგეებით რა. აი ხვდები რომ ეგრევე გვეხმარება ღმერთი. როცა გიჭირს ახსარების თქმა, წაიკითხე სახარება, წაიკითხე ბიბლია, წაიკითხე ასური, წაიკითხე კრეტელი, წაიკითხე ოქროპირი, მაგრამ ვერ ამბობ ახსარებას. აიხედე მაღლა ან დაიხედე დაბლა და თქვი, დამეხმარე ღმერთო ახსარება თქვა რა. ეს ჩემი ამპარტავანი გული და გონება დამდაბლე და დამანახე რა უსუსური არსება ვარ. კარგად დამანახე რა, რომ ამოვიღო აღმოვიღო ჩემი გულიდან ის რა დიდი ხანია ჩაკირულია და არ დიდ მარხვაში არ გამახსენდა. არც წინაღამ ავარიაში რომ არ მოვყევი, არც მაშინ არ გამახსენდა. კლინიკაში რომ ვიწექი ერთი კვირა, არც მაშინ არ გამახსენდა. წნევები რომ გახშირდა, არც მაშინ არ გამახსენდა. ხო და თქვი რა, დამეხმარე ღმერთო. დამეხმარე, მივხვდე პეტრესავით, მივხვდე პავლესავით, მივხვდე ანდრია მოციქულივით, რომ რამდენიც გიდა გადააგდო ბადე, ვერაფერს ვერ დაიჭერ, თუ ღმერთმა არ გაკურთხა, თუ ღმერთმა არ დაგლოცა, თუ ღმერთმა არ შეგიწყალა, ვერ ცხონდები, არ გეშველება არაფერი. და ბოლოს, ყველაზე აუცილებელი, რაც გითხარით შეასრულე და მოდიხარ სახში, მადლობა შენ და ღმერთო. მადლობა შენ და ღმერთო. მაშინვე პულტს ნუ აიღებ ხელში და ტელევიზორს ნუ მიუჯდები და სერიალებს და პოლიტიკის ანალიზში ნუ გადახვალ, ხო? კარგად გაანალიზე, რამდენი ადამიანი ვერ მივიდა დღეს სახში. ხო? აბა დაფიქრე, რაც შენ გაიგე, რაც ნიუსებიდან გითხრეს, მაგრამ რაც არ გითხრეს, რამდენი ადამიანი ვერ დაბრუნდა სახში. ძალიან ბევრი. ღმერთმა ყველას ჯვარი წერია. ამიტომ შენ გეზარება სახში რო შედიხარ, რომ მადლობა შეწირო ღმერთს, რომ მეუღლე კარგად არის, შვილები კარგად არიან, სახლი გაქვს, არი გაქვს, პური გაქვს, შეგიძლია რომ ივახშმო და გეზარება ორი სიტყვა თქვა, რომ მადლობა ღმერთო. ეხლა რაც გითხარით, ჩემო ძვირფასობა, ამის შესრულებას რა უნდა? რა ცოტა, მაგრამ რა მნიშვნელოვანი 4 ორსიტყვიანი ლოცვა. და მე ამბობთ, რომ მამაო, მეზარება ლოცვები დამავიწყდა. რა დაგავიწყდა შედალოცილო, მადლობის თქმა დაგავიწყდა, დამეხმარე დაგავიწყდა, მაკურთხე,
დაგავიწყდა? შემიწყალი დაგავიწყდა? რა უნდა ჩემო ძვირფასებო? ოღონდ ეხლა ესე კი არ გააკეთოთ, რომ ყოველ დღე მარტო ამას ამბობდეთ, ხო? ეხლა გადადებენ ლოცვანებს გვერდზე და აი მამა გიორგის სწავლება დადებენ ინტერნეტში მამა გიორგი თეოდორაშვილის სწავლება. რა კარგი ყოფილა რა თურმე, რა დვილია რა. არა ჩემო კაცო, ეს მაშინ როცა ძალიან გეჩქარება, ძალიან დაღლილი ხარ და ძალიან რაღაც ისეთი გამოუვალი მდგომარეობა. ესე არ გაიგოთ ეხლა რომ აი ჩვენ იმ დონეს მივახციეთ უკვე რომ ორ სიტყვიანი ლოცვითაც გვისმენს თურმე ღმერთი. არა, თქვენს დაიჯებით და მეც დავიჯები მე. ამიტომ ჩემო უძვირფასესო ადამიანებო, დღევანდელ დღეს კარგად დავფიქრდეთ, როგორი განრღვეულია ჩვენი და პარალიზებული ჩვენი გონება და ჩვენ შეგვიძლია განკურნება ოღონდ იესო ქრისტეს მაცხოვნებელი მადლით, ახსარებით, ლოცვით, ზიარებით და ერთმანეთის თანადგომით. აი ჩვენი გრიგოლი დღეს მოვიკითხე, სად არის თავარი სტიქაროსანი და ფეხი იღრძო და გთხოვთ რომ ყველამ მოიხსენიოთ. ჩვენი ჟუჟუნა ბებია, გთხოვთ რომ ყველამ მოიხსენიოთ. პატიმრობასაში ნაყოფი გოჩა და მამუკა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არ ვიცით ხვალე ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, შეიწიროს დღევანდელი ჩვენი მსახურება და ხვალ მამა ექვთიმე აღასრულებს ანდრია მოციქულის შემობრძანების დღე არის საქართველოში, დასვენება და ვისაც გნებავთ, მობრძანდით და მიიღეთ წმინდა ზიარება. ლოცვა იქნება